ქართველი ერის საყურადღებოდ მინდა განვაცხადო. თითოეულმა ქართველმა გაითავისოს და ამ ფსევდოპატრიოტები რო არიან რა. კონსერვატორები თუ პროევროპული ოპოზიციის წარმომადგენლები რა. ჯერ საკუთარი სამშობლოში საკუთარი მხარის სახელი ისწავლეთ. არა სამხრეთ ოსეთი და ცხინვალის რეგიონი, არამედ სამაჩაბლო ისტორიული შიდა ქართლი. სამხრეთ ოსეთი ბუნებაში არ არსებობს და არ ცხინვალის რეგიონი. არის სამაჩაბლო ისტორიული შიდა ქართლი. ოსეთი არის ჩრდილო ოსეთი, ალანია, რუსეთის ფედერაციაში. ხოლო საქართველოს ისტორიული მიწა-წყალი არის სამაჩაბლო ისტორიული შიდა ქართლი. და ამით დამთავრდა ყველაფერი. მერე თანამედროვე სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის ისტორია ისწავლეთ. თქვენ ფსევდო ქრისტიანებო და ფსევდო ის რა ქვია, პატრიოტებო. ეროვნულ ხელისუფლებას და მის ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტს, ქართველი ერის რჩეულ პრეზიდენტს რო ბრალსდებთ ოსურ-ქართული ეთნოკონფლიქტის გაღვივებაში. ბუნებაში არ არსებობს, არ იყო. და ფაქტია 1991 წლის 31 მარტს, როდესაც რუსეთს საქართველოს შორის და სეპარატისტული ტერორისტული დაჯგუფებები ადამონი ხასისა იბრძოდა ქართული ეროვნული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ 1991 წლის 31 მარტს ოსი ეთნოსის უმრავლესობამ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას დაუჭირა მხარი საბჭოთა ბოროტების იმპერიიდან 1991 წლის 31 მარტს. აი ეს არის ფაქტი და სიმართლე. და არა ზღაპრების მოყოლა და ბიძინა ივანიშვილი და ეს რა ქვია დინარაზეების და პატრიოტთა ალიანსის და ანტიფოელების და ან პროევროპელების სირიკოების ისინი რა ქვია ზღაპრები ეთნიკური კონფლიქტი არავითარი ეთნიკური კონფლიქტი არ იყო ოსური მოსახლეობა სამაჩაბლო ისტორიული შიდა ქართლისა რომელიც მხარს უჭერდა და მხარი დაუჭირა 68%-ზე მეტმა ოსურმა მოსახლეობამ საქართველოს